ყველას მოგესალმებით. Რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის გისურვებთ კარგ დღეს, პოზიტივით სავსეს, ბატონო. და რავი, რაც კი პრობლემები გქონიათ, ყველაფერი მოგვარებული იყოს რა. ესე იგი, პასუხობ კომენტარებს, ბატონო. განსაკუთრებულად მაღაზიანებს ისეთი კომენტარი, მაღაზიანებს ოღონდ ისე არა, რომ აგრესია მოაქვს. აი, უბრალოდ ადამიანი რატო არ უყვირდება, მაგალითად თავის ნათქვამს. განა იმიტომ რომ ჩემი მიმართულებით თქვა. აი ესე უბრალოდ რატო არ უყვირდება, რომ მე ესე იგი ვიდეო ჩავწერე, სადაც მიმართე სასულიერო პირს, რომელსაც ვიცნობ. არავით არის შეურაცხყოფის მიყენება არ ყოფილა ამ ვიდეოში, არც მაქვს უფლება მეთქი, თვითონ ვიდეოში ვამბობ მე ამას. მე უბრალოდ მას მიუთითე, როდესაც თქვათ რაღაცა გადახრებზე, თქვათ ცოდვებზე და ასევე რუსეთთან კავშირზეა საუბარი, ჯერ იმ სტრუქტურით უნდა დავიწყოთ, რომელშიც თვითონ მსახურობს. ხო და ეხლა ადამიანი წერს კომენტარს, რამოდენიმეს გაჩვენებთ აქ ეხლა ვიდეოში უბრალოდ. შენ რა უფლება გაქვს, რომ ესე საჯაროდ საუბრობ და განიკითხავ და რაღაცა და იგივე შეკითხვა მაქვს მე თქვენთან. აი შენ რა უფლება გაქვს მე რო განმიკითხავ, თქვათ. აი მე რა ვიდეოს ჩავწერ, თქვათ, ან რას ვიტყვი. ან მეორე კიდე, თუ ვიტყუები და ცილს წამებ ვინმეს, რასაც ყვები, ბატონო, და რასაც შენ თვითონ არ ეთანხმები, რას აკეთებ შენ იმისთვის, რომ ეს გაირკვეს, ანუ დამტკიცდეს მე ცილის წამებელი ვარ, მატყუარა ვარ თუ თქვათ სიმართლეს ვამბობ. მე მეორე შეკითხვა დამებადება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ სიმართლეს ვამბობ, რატო ვაპროტესტებ, ან რას მოიმოქმედებ. სიმართლე, რასაც ვამბობ, ის სიმართლე რო იყოს რა და ამიტომ სამწუხარო არის რა ჩვენი საზოგადოება რატო ფიქრობს რომ როდესაც მაგალითად გააკრიტიკებ თქვათ რაღაცა ნათქვამს რომელიღაცა ინსტიტუტის წარმომადგენელს ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს ეკლესიიდან არის თუ იმიდან NBA-დან თუ იმიდან Marvel-დან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რაღაცა როდესაც არ მოგწონს და შენ ამას ამბობ და თან გაქვს მიზეზი და საფუძველი და დაამტკიცებ კიდევაც იმას რატო არ მოგწონს ხო? რავი, ადამიანს მე ვფიქრობ საერთოდ არ უნდა უჩნდებოდეს გავს რაღაცაზე, აი რაღაც ესეთი დონის პროტესტი რა, რავი, რა დავარქვა კიდე არ ვიცი. ხო და არის კიდე კომენტარები, სადაც ადამიანი მაგალითად თვითონ ვერ გარკვეულა, ანუ შეურაცხყოფას გაყენებს, ბატონო, ამბობს შეურაცხყოფელ სიტყვებს შენი მიმართულებით, მერე უცბად ძმაოს გეუნება, მერე რაღაცა ისა და აი ეს არის როგორი იცით, როგორი მიმართულება, ფარისეველი ქრისტიანები ფარისეველი ადამიანი, რომელიც მაგალითად თავის რელიგიას ვერ იცავს დოგმატებით, თქვათ, ვერ იცავს ჯულის კანონით, იმიტომ რომ არ იცის, არასოდეს არც წაუკითხია და ვერც წაიკითხავს, მე ესე მგონია, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია თავისი რელიგიით, ძიებაში არის რა. იმას კი არ იძიებს, რა ქვია, აი რომ მე ათეიზმამდე მივიდეს. არა, აი იძიებს კაცო, რა წერია, რატო ვარ ქრისტიანი, რისთვის ვარ ქრისტიანი, რა არის ქრისტიანის, თქვათ, მახასიათებელი, მაჩვენებელი, აი რითი განსხვავდება ქრისტიანი მაგალითად სხვა ადამიანისგან. ფუნდამენტი ამ რელიგიის და ასე შემდეგ, რა მოხდა ბატონო ისტორიაში, ვინ რა შეცვალა, რატო შეცვალა, მაგალითად სად გადააჭარბა ქრისტიანობამ თავის, თქვათ, წესებს და ასე შემდეგ. აი ამას უნდა სწავლობდე და იმის მაგერას სწავლობს ხომ რაღაც ჟარგონულ სიტყვებს, რომლებიც 1000% დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ხა ახლოს რო ყოფილიყო და მე რომ მიცნობდეს, გავსი სიტყვის თქმის უფლება არ გაუჩნდება, იმიტომ რომ არა ვარ რა ეგეთი ადამიანი, იმიტომ არ გაუჩნდება ეხა რომ არის ფიქროს რომ რაღაც ფიზიკური ძალით манипуლირებ. არა, უბრალოდ რომ მიცნობ ესე იგი იცი შენ მე რანაირი ადამიანი ვარ და რამეს თუ ვამბობ, ესე იგი ამას საფუძველი აქვს. ანუ იმიტომ კი არ ვამბობ რომ ინტრიგა დაუბადო. არა, საფუძველი აქვს ამ ყველაფერს რა და აი ეს აზროვნება სამწუხაროდ ჩვენს ხალხში, ანუ მარტო ჩვენს ქართველებზე არ მომგავს. საერთოდ აი პოდსაბჭოთა სივრცეში მე ვაკვირდები ადამიანებს, მაგალითად მოლდოვეთსაც, რუმინეთსაც, უკრაინას, ბელორუსიას, რუსეთს კატასტროფა არის იმ მიმართულებით, რომ წაკითხულს, მოსმენელს, ნანახს ზოგი ვერ აღიქვავს. აი რაღაცა აჩვენებ და ვერ იგებს ტიპი, აი ეს რა არის რა? ანუ იმიტომ რომ ის ხედავს, რომ აჰა, ესე იგი რაღაცა ძველი თუ განახლდება და რეფორმაცია უნდა მოხდეს, უნდა შეიცვალოს, ის ამას ვერ ღებულობს რა. ეს არის იმისთვის, ანუ მტერი,
იმიტომ რომ საბჭოთა სივრცემ ესე გაზარდა ეს ხალხი, რომ აი რაღაცა ახალი თუ მოდის, ეს ტერია აუცილებლად. შეეჩვიე როგორ მდგომარეობაშიც ხარ, უბედური იყავი და არ გინდა აზროვნება ძალიან დიდი რა. ღმერთი გინდა, ღმერთსაც შეგიქმნით, როგორიც შენ გჭირდება და всё, დამთავრდა ამით ყველაფერი რა და აი ზუსტად ეს არის საწყენი რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხალხის უმეტესობას ეს სტატისტიკა მე არ დამიდია, არც ევროპას არ დაუდია. კომენტარებს გადახედეთ რა ხდება. აი უბრალოდ კატასტროფა არის. რელიგიური მიმართულებით ხო საერთოდ რელიგიურმა ფანატიზმა ძალიან ბევრ ადამიანს აი დედას აგინებენ ერთმანეთს და მერე გადადიხარ გვერდზე. გაინტერესებს ვინ არის ეს ადამიანი რომ ასეთი დედის გინებით შეამკო ნახევარი მსოფლიო და ევროპა და ამერიკა და რავი ჩინეთისაც გადაწყვეტს შეიძლება და ხედავ კაცო რომ კაც იქ იმის რა ქვია ანტონი ეგვიპტელის სურათი მაკარი დიდის ბატონო იოანე ნაზიანზელი ის მარკოს თრაკიელი ბატონო იქ ისა რა ქვია იმას სვინახსარელი მამები რაღაცები და ფარისეველი რა კაცი ახლა ამ მამების და იმის რა ქვია პავლე მოციქულის იმას რა ქვია იმას დებს ციტატას და რაღაცა და ამ ხალხის ციტატებს თუ აზიარებ და ამას კითხულობ და ეს ყველაფერი თავში გაქვს ხო რავი გინება საიდან მოგდის ფარისეველი ხარ ესე იგი რა Facebook გვერდზე შენ თავს იმ შენ გამომწერებს და ვისაც ხარ დამატებული იმათ აჩვენებ რომ როგორი კეთილი ადამიანი ხარ ხო და всё რა აი ეს არის და კომენტარში მე გამართლება არის მე მინახია ადამიანი კაცო დღის წინ მოლაპარაკე რომელიც აღსარებას კი არ აბარებდა აი მამაო ისო ხანდახანო ვერ ვიკავებო რა ამ შეგინებასო იმიტომ რომ აი სარწმუნოებაზე და რაღაცაზეო და ის აი ეს მიწევსო რა ხანდახან გინებაო და იმ მამაო იმის მაგურად ისე თქვა რომ პავლე მოციქულსა აქვს ნათქვამი რომ მაგინებელთა არცა მესიძვის ჩამდენს ბატონო მამათმავალი და მაგინებელი ჩუკენი ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს ხო ბიჭო ეს ისინი სატანებიო რა აი ზუსტად დეზერტირების ბაზრობა იმის რა ქვია და დიდუბის პირველი ჩიხის შესახვევის ისინი სლენგები რა სულ გამოუშვა ყველაფერი და ფიქრობ რომ კაცო არა და ტაძარში ვარ შენობაში ვარ რა მაგრამ უცბად ანუ აი რაღაცნაირი ის მოხდა რა აი რაღაც განმეორება სიტუაციის რომ მე ხა იქ ხوار დგავარ კაც ტაძარში ვარ თუ იმ დიდუბეში ვარ თუ იმის ნახალოვკაში უკვე გადმოვედი რა აი ესეთი მიმართულები ზუსტად აი ეს ვინც ეს უნდა აღზარდოს ბატონო ვინც უნდა ეს ასწავლოს თვითონ თუ ისწავლის ეს უფრო კარგია მშობელი თუ ასწავლის ეს ხო საუკეთესო ვარიანტი რომ ვიღაცა მამაოსაც ჩამოვეკიდოთ იქ და გვიშველებ მამაო და ასე შემდეგ ამიტომ ამბობ რა ცნობიერება ამაღლებული ადამიანებს გავს რაღაცას არ იკადრებს ახლა რა აი გაგინებას და ასე შემდეგ რა ის უფრო იტყვის არგუმენტით რომ აი შენ მაგალითად ბატონო ამ ყველაფერზე რო საუბრობ ეგ იგრე არ არის იმიტომ რომ ასე და ასე თქვა წესები ის და всё მორჩა რა ამით ამ ყველაფერს დაალაგებდა რა და ამიტომ მეგობრებო ის ხალხი რომლებიც იმ რეალობაში ანუ რეალობას გაურბიხართ ბატონო რაც არის არ გინდათ იმ რეალობაში დაბრუნდეთ მიუხედავად იმისა რომ ვიტყვი იმას რომ მდგომარეობა არ არის თქვა კარგი ზოგადად მაგრამ ღვთისმედით გვაქვს რომ მომავალი ჩვენს თუ ხელს შეუწყობთ რა თქმა უნდა ამ მომავალს ჩვენს რაღაცას ვას აი თქვა ხეს დავთესავთ ბატონო ან რაღაცა კეთილ საქმეს გავაკეთებთ რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს ამ შემთხვევაში მომავლის იმედი გვაქვს მაგრამ ეს ეხა მაგინებელი ხალხი რომლებიც ქრისტიანობის მცველები არიან გინებით და ფიზიკური ძალით და რომელსაც სახარებას კი წაკითხული არ აქვს რომელი ღმერთის წამს ის იმასაც არ იცნობს მარტო ის აკმაყოფილებს რასაც ეთყვიან რომ აი ხო იქ რუბელზეა და იქ ზემოდან გვიყურებს და რაღაცები ხო ასეთ საზოგადოებას რა თქმა უნდა განვითარების არანაირი ეტაპები არ აქვს განვითარდებიან ხო რაღაცა ვთქვათ სიძულვილში გინებაში ვთქვათ შეიძლება კუნთები გაიმაგრონ და ხო ჩხუბით მეტი არაფერი თორე როგორც ასეთი თვითონ ეს არის უბედურება რომ ეს ხალხი იმას ფიქრობს რომ ღმერთს გაუხარდება ის რომ აი ვიღაცამ კომენტარში დედის გინებით დაიცვა თავისი რწმენა კიდევ ერთხელ გიმეორებ ღმერთს არც Facebook-ი აქვს არც YouTube-ი Instagram-ი მით უმეტეს და არც WhatsApp-ი Viber-იც კიდე სხვა რაღაცებიც არის რა იქ გესოდენა სიგნალი და Telegram-იც ხო და ამიტომ ღმერთი ხედავს გულს ამიტომ გული გაისუფთავეთ რა და ეს
Facebook-ზე, თქვენ გვერდებზე ეს პოსტები და ხატებზე შემოხვეული სურათები და რაღაცები, ეს დამიჯერეთ, არაფერს არ გიჩვენით რა. დამიჯერეთ. თქვენი ნება დაიჯერეთ, არ დაიჯერეთ რა, იგინეთ რამდენიც გინდა, ჩემ YouTube-ზე კონტროლია ბატონო და თვითონ YouTube პროგრამა მაქვს დაყენებული ისე ბატონო, რომ გინებებს ფილტრავს რა და რა ვიცი, ზოგიერთი გინება ჩემამდე არც აღწევს რა. კარგი ანტივირუსი მაქვს რა. კარგ დღეს გისურვებთ. ხო და სიმართლეს ეზეიმოს რა. იმ სიმართლეს, რომელიც დღეს ბოროტების ტყვეობაში არის რა. ამიტომ ჯობია სიმართლესთვის დავისაჯოთ, ვიდრე ტყუილით გავმართლეთ რა. სიმართლეს მომსახუროთ ჩვენი სარწმუნოება ეს არის პირდაპირი გზა სიმართლის და ნათელის. აბა უფალი იყოს თქვენი შემწე.